მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო მე მიყვარს ყოველთვის დაგვიანებული ტელემაყურებლის პატივისცემა და რა თქმა უნდა გვეყოლება ასეთი კატეგორია სწორედ მათ საყურებლად დღეს თბილისის სპორტის სასახლეში ტრადიციულად შაბათია 14 საათზე ყოველთვის მიმდინარეობს მატჩი რომელიც ფედერაციის წარმომადგენელთა და ფედერაციის ხელმძღვანელთა აზრით არის ტურის ცენტრალური შეხვედრა ასეთ შეხვედრა გახლავთ დინამო და შსს აკადემიის კლუბებს შორის. მე მგონი არავის ეჭვი არ გეპარებათ იმაში, რომ ფედერაციის ხელმძღვანელთა და სუპერლიგის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილება წავსებით ობიექტურია. დიახ, დინამო ჩემპიონი, ახლა გუნდი რომელსაც არც ერთი წაგება არ აქვს, სხვა გუნდებისგან განსხვავებით და ხვდება გუნდს, რომელსაც ერთი წაგება აქვს. ფეხბურთში მაგ შსს აკადემია. არადა თამაში ისე წარიმართა, რომ აკადემია ტოლს არ უდებდა, არათუ ტოლს არ უდებდა, არამედ ჩემპიონის წინააღმდეგ თამაშობდა როგორც ლიდერს შეეფერება და მეორე ტაიმი დაიწყო დაცვაში უყურადღებობით, შსს უყურადღებობით და ლონდარიძემ ანგარიში 4 ქულამდე დაიყვანა, სხვაობა 4 ქულამდე. აი კიდევ ერთი იგივე ანალოგიური შეცდომა დაცვაში და ცინცაძემ კვლავ აღადგინა წონასწორობა 45-39. ეხლა ჩვენ ღია საკომენტატორო ჯიხურში მოვიწვიეთ გიორგი ზამბახიძე, სუპერლიგის დირექტორი. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ არ შემცდარა სუპერლიგის ხელმძღვანელობა და ფედერაციის ხელმძღვანელობა, რომ ტურის ცენტრალურ შეხვედრას ეს მატჩი დაასახელეს. არც სტატისტიკით, არც დღევანდელი თამაშის მსვლელობით გიორგი და რა თქმა უნდა ტელემაყურებელთაგან მადლობა, რომ მართლაც ცენტრალურ მატჩს ადევნებენ ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარის სხვაობა 6 ქულა ჩვენ ჯერავს ყოველ შემთხვევაში ჩვენი სურვილია როგორც ნეიტრალური მაყურებლების და ნეიტრალური გულშემატკივრების რომ ინტრიგა იყოს ბოლომდე შენარჩუნებული და მატჩის ბედი გადაწყვეტეს ბოლო წუთებზე. რა თქმა უნდა ბატონჯამლეთ სიტყვის უფლებას და მიკროფონს დაუთმობ გიორგი ზამბახიძეს, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა გაუსვა ხაზი, რომ სუპერლიგის დირექტორია, ის რომ დღეს სპორტის სასახლეში ნაკლებობა გულშემატკივრების მართალია განმეორებულები არა ვართ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით და ვერ ხედავთ იმ ნაცნობ სახეებს, რომლებიც ტრადიციულად ესწრებიან ამ თამაშს. მე მოგახსენეთ ამის მიზეზი, ჩვენ წუთიერი დუმილითაც ვეცით პატივი ვაჟა ჟღენტისა და კაკო მეგერლაძის გარდაცვალებას ჩვენთვის მოულოდნელად მიუხედავად იმისა, რომ ერთის და მეორე წლებში იყო საერთოდ ვაჟა ჟღენტი 85 წელს გადაცილებული ადამიანი, რაც შეეხება მეგერლაძეს ის თავის ცხოვრების 75 წელზე, ესე იგი, მან შეწყვეტა ეს სიცოცხლე და წავიდა ამ ქვეყნიდან და ჩვენთვის უდროოდ ჩინებული პიროვნება სწორედ აი ამ წუთებშია პროცესია მისი დაკრძალვის საათზე იყო გამოსვენება და უამრავი კალათბურთის დიდი კომაგი, რომელიც აგზის ხოლმე იმყოფება იქ, ამაში გასაკვირი არ არის. ამას დაემატა კიდევ ქართლის ჩუნგურჯის გარდაცვალება, ისიც ანალოგიურად, რომელიც ფეხბურთის შეიძლება ითქვას მოყვარულთა კორპუსში გახსოვთ ერთ-ერთი წარმოჩენილი პიროვნება, საზოგადო მოღვაწე, საფეხბურთო მოღვაწე, ჩინებული პასი, გენიალური პასი ცინცაძის და შარაბიძეს, რა თქმა უნდა, ხედავთ გაღიმებას, რომელსაც არ გაჭირვებია ამ ორქულიანი სროლის შესრულება და ანგარის სხვაობა გახდა აქტიური. მე ქართლის ჩუმბურიძეზე მოვახსენებდი, რომლის მეშვეობით აქ თბილისის სპორტის სასახლეში არაერთხელ ჩატარებულა მენდელას თასის გათამაშების ტურნირის მატჩები. ეხლა ჩვენ ლევან ლეგვეიშვილი გვახსენებს ვატონაცუშვის დინამოს კლუბის პრეზიდენტს, მის სულის შამბერს და დიდ კალათბურთელს, ვედერან კალათბურთელს, საქართველოს ნაკრების თავს და მე მას ვეძახდი ქართულ ჯორდანს. თუმცა მე ჯორდანს ეძახდნენ ამერიკელ ვაცლებს. ესე რომ გავცვალეთ ეს მე და ჩემო კოლეგები. მოგლეთ, ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რატომ არ არის თუნდაც ის ძლიერი რაოდენობა გულშემატკივრებისა და პატივი მივაგეთ მათ სულას ვიზეს უნდა ჩვენ საუბარი. რაც შეეხება ამ თამაშს, სხვაობა 12 ქულა, 12 ქულიანი სხვაობა. პირველად დაფიქსირდა გიორგი და შენ ამას დაბლიდან უყურებდი ამ მატჩის პირველ ტაიმის მსვლელობას და რა თქმა უნდა შენი აზრი როგორც სუპერლიგის დირექტორის და ერთგვარი ექსპერტის მნიშვნელოვანია ტელემაყურებელს. მადლობა ბატონჯამლეთ, მივესალმებით ტელემაყურებლებს. სამწუხაროდ დღეს მართლაც რომ შესანიშნავი ადამიანის დაკრძალვაზე ვიმყოფებოდით
რამოდენიმე ადამიანი სამწუხარო ფაქტი არის. უშუალოდ თამაშად შეეხება, დაძაბული თამაშია. დინამოს ჩემპიონატში წაუგებლად ასპარესობს. ხოლო შეს აკადემიას, სამინისტროს გუნდის აკადემიას, ანუ ერთი წაგება აქვს და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია რეგულარული ჩემპიონატის პირველი წრისთვის. იმედია, როგორც დაიწყო ეს თამაში, ესე გაგრძელდება და საინტერესო დასასრულს ვიხილავთ. რასაც გულშემატკივრისთვის, რაც თავარია, სანახაობა და ის ლამაზი თამაშია. ახლა ცინცაძეს ჰქონდა ბურთი და ლეჟავა იყო დაცვაში და ეს ორი ადამიანი ეროვნული ნაკრების წევრები არიან. აი სწორედ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სუპერლიგაში ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშეები თამაშობენ, ასევე სხვა მოთამაშეები, რომელიც უკვე იმედია, რომ ახლო მომავალში უკვე ხუთეულის მოთამაშეები გახდებიან, ძირითადი ძალა ადრე თუ გვიან მოუწევს ჩვენ ეროვნულ ნაკრებს, რომ ჩვენი შიდა ჩემპიონატიდან შეივსოს. ეს განაპირობებს, რა თქმა უნდა, კლუბების უფრო აუცილებლად კლუბებმა უნდა მენეჯმენტში უფრო დიდი ნაბიჯები უნდა გადადგან და უფრო საინტერესოდ უნდა გაანვითარონ თავის კლუბი. ხანგრძლივ, ესე რომ ვთქვათ, ხედვაში, არა მოკლევადიან პროცედურაში, მოკლევადიან სტრატეგიაში და განაპირობებს ასევე სუპერლიგის უფრო მოძლიერებას. პირადად მე სამწუხაროდ სამსახურიდან გამომდინარე გულშემატკივარი ყველა გუნდისა ვარ და კონკრეტულად ერთი გუნდის ესე რომ ვთქვათ ხარს ვერ დაუჭერ და იმედია რომ სუპერლიგა ყოველთვის ვიძახი ძლიერი იქნება რომ ყველა კლუბი ძლიერი როცა გახდება როცა ექნებათ უკვე საშინაო მატჩების ესე რომ ვთქვათ საკუთარი დარბაზები და ინფრასტრუქტურა წარმატებებს უსურვებ კლუბებს, იმიტომ რომ მენეჯმენტში ეს ნაბიჯები იდგმება და ფედერაციამ უკვე სამინისტროსთან ერთად საკმაოდ საინტერესო პროექტი დაიწყო. მაგრამ შენ აი ამ 2 წუთის განმავლობაში თქვი ყველაფერი, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კალათბურთისთვის, ქართული კალათბურთის მოყვარულთათვის და ქართული სპორტის მოყვარულთათვის. თუ ეს ყველაფერი შესრულდება, ყველას ექნება თავისი დარბაზი, ყველას ექნება კარგი მენეჯმენტი, ეს სიტყვა მენეჯმენტი ძალიან შემოვიდა ღრმად ჩვენს ყოფაში და მენეჯმენტი, ანუ კარგი ადმინისტრაცია ითქვას და თანხების გამანაცვლება. ფინანსისტი და ტექნიკური დირექტორი. უფრო მეტი კალათბურთელი გაიზარდოს ეროვნული ნაკრებისთვის, რა თქმა უნდა. ამაზე ვამბობთ, ამაზე ვსაუბრობთ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა ეს მიზანი შეცვლილა. არა, თავარია ის რომ დღევანდელ მატჩში საქართველოს ნაკრების წევრობის 6 კანდიდატია, არა თუ წევრობის, არამედ ისინი მით უკვე ჩაატარეს მატჩები ეროვნულ ნაკრებში და 6-ვე მოედანზეა. იყო 10 კალათბურთელი სულ მოედანზე, აქედან 6 ვინც არის წევრობის კანდიდატი და 4 რომელიც პრეტენზიას აცხადებს რომ იმ კანდიდატთა შორის მოხდეს. პირველ ტაიმში ჩემი მეგზური გახდა ვაჟა სვიმონიშვილი, ექსპერტი ქართული კალათბურთის, მე მას არქეოლოგს ვეძახი, ადამიანი რომელიც ისე ღრმად ჩადის ქართული კალათბურთის ფესვებში, რომ მე მგონი მე-18 საუკუნეში ჩვენ გქონდა რაღაც სუპერლიგა და იმასაც გაგვაცნობს გაზეთ ლელოში წავიკითხავთ ამ სასიამოვნო ინფორმაციასაც. მოკლედ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ ერთია რომ ჯერჯერობით საქართველოს გასული წლის ჩემპიონი და გათამაშების ლიდერი, რომელიც უდანაკარგოთ არის თამაში არ წაუგია, ჯერჯერობით დევრის როლშია და უკვე 14 გოლიანი სხვაობაა ტაბლოზე აფიქსირებული. არადა მესამე პერიოდის დამთავრებამდე რჩება 6 წუთი. მაგრამ დიდია პასი ლონდარიძე, იქ შარაბიძე ეთამაშება, ლონდარიძე-შარაბიძის დუელი ძალიან საინტერესოა, ამჯერად შარაბიძის სასარგებლო დასრულდა და ცივცივაძე. სამგულიანების დიდოსტატი, ჩინებული პასი ასეთი პასით. სულ რამდენიმე წამის წინ მან შარაბიძე ჩააგდებინა 2 გოლა ცინცაძეა. მერვე ნომერი და ჯარიმა დიახ ეს ტაქტიკური პერსონალური შენიშვნა იყო, სწრაფი შეტევა არ დაასრულებინა და ჯარიმა იყო დინამოელმა მე-20 ნომერმა, ეს გახლავთ გიორგი ორმოცაძე. ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს გვაჩვენებს ლევონ ლეკვეიშვილი და ძალიან სასიხარულოა რომ ამ თამაშს თვალყურს ადევნებენ 7, 8 და 10 წლის ბავშვები. მე მგონი უფრო მეტი უნდა იყოს და ალბათ ჩვენ გვაქვს საფიქრებელი აუცილებელი არის საშუალო სკოლის ბავშვები მოვიყვანოთ, თუნდაც ზალდატანებით პირველად
და მოვიყვანოთ ყველა საკალათბურთო სკოლის ბავშვები. რა თქმა უნდა და ჩვენ და აი ამ დღეებში შაბათს, აი ამ დღეებში როდესაც თამაშები მიმდინარეობს, ივახციოთ იმას, რომ არ ტარდებოდეს ვარჯიშები და მოდიოდნენ ვარჯიში ეთვლებოდეთ აქ პრაქტიკული ეხ ჩვენ წვრთნელებთან ყოველთვის გვაქვს ამ დეტალებზე საუბარი და იმედი გვაქვს რომ გაითვალისწინებენ და ბავშვებისთვის ბევრად საინტერესო იქნება უკვე ცოცხლად ამ მოთამაშეების ნახვა რომელიც ეროვნულ ნაკრებში თამაშობს იმ ჩემპიონატის ნახვა რომელშიც ადრე თუ გვიან მიიღებენ მონაწილეობას და რისთვისაც იბრძვიან და რისთვისაც შრომობენ ეს ბავშვები და რა მიზანიც ექნებათ დასახული ცხოვრებაში და ყველას მოუწოდებ რომ ითამაშონ კალათბურთი, ვითამაშოთ კალათბურთი და უფრო მეტი ესე ვთქვა დასწრება იყოს ამ საკალათბურთო თამაშებზე, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი ატმოსფეროა სპორტის სასახლეში, საკმაოდ კარგი თამაშები არის და რაც ყველაზე მთავარი არის ეს ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და უფრო მეტი ბავშვის ჩართულობას და ყველა მშობელს მოუწოდებ რომ ყოველ შაბათ-დღეს იმართება სპორტის სასახლეში სუპერლიგა და მობრძანდით და ბავშვებს აყურებინეთ კალათბურთი. სპორტის სასახლეზე გაამახვილა ყურადღება რომ ჩინებული ატმოსფეროა და მართლა ჩინებული ატმოსფერო. მართალია ჩვენ ვერ დავიტანხმდით მაყურებელთა იმ რაოდენობით რომელიც ყავდა გასულ ჩემპიონატებში, მაგრამ ამის დროც მოვა და ის რომ შაბათობით ყველა ებაიბოძოს და სკოლის ბავშვები როგორც კალათბურთის სექციის, ასევე არა მარტო კალათბურთის მოიყვანონ ამ თამაშებს, ამ შესანიშნავ სიტუაციებში. ეს ურიგوارია. ბატონო, თქვენ პირადად თქვით, რომ სპორტის სასახლემ რეგულარულ ჩემპიონატების დასწრების მხრივ რამოდენიმეჯერ რეკორდიც კი მოხსნა FIBA ევროპის სტატისტიკა იყო გამოქვეყნებული და იმედია, რომ ეს ისევ აღდგება და უფრო მეტი გულშემატკივარი გულშემატკივრებს თავის კლუბს გუნდს. ამასობაში მოვიდა დრო გავაცნოთ ტელემაყურებლებს სპონსორები, იმიტომ რომ მათი არსებობა აუცილებელია. სუპერლიგის გენერალური სპონსორია ზრკოხ თამაშების კომპანია ევროპაბეტი, სუპერლიგის გენერალური პარტნიორია ბრიტანული კომპანია ვიტაბიოტიქსი, სუპერლიგის ტექნიკური სპონსორია ტექნიკის სახლი ოკეი და სუპერლიგის სპონსორია ავტორი კონცერნი სოდნისა. სუპერლიგის ტექნიკური პარტნიორი ესპანური სპორტული ბრენდის ჯომას ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სპორტული სააგენტო SBM. ჩვენი დიდი მადლობა გადავხადეთ ამ ტაიმში, რა თქმა უნდა. აუცილებელი არის სპონსორები და კარგია რომ სპორტის ამსახეობაში უფრო მეტ ინვესტიციას, უფრო მეტ აქტივობას ვხედავთ სპონსორებიდან და ეს გაგრძელდება, იმიტომ რომ ქართული კალათბურთი ყოველ წელს იმ ნაბიჯებს გავს, რომ უფრო სრულყოფილი და უფრო ესე ვთქვათ, როგორც ევროპაში აი ეს მაყურებელთა დამსწრებობა და სხვა ნიუანსები, რომელიც უფრო პოპულარული იქნება, აკეთებს ამ ყველაფრისთვის. ჩვენ სპორტის სამინისტროს აქტიურობასაც გავუწევთ. ხაზი გავუწევთ და გავუწევთ. რა თქმა უნდა, სპორტის სამინისტროს აქტიურობით მოხდა ის, რომ მომავალი წლიდან სახელმწიფო ჩაერევა ამ საქმეში და ყველა კლუბი მიიღებს სახელმწიფო დახმარებას. ეს არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, იმ სპონსორულ კომპანიებთან ერთად, იმ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც დღემდე ეხმარება ამ კლუბებს, იქნება სახელმწიფო სულიც და ეს უფრო გააძლიერებს რა შემადგენლობასაც, მე მგონი мотивациასაც, რაც ეკრება თითოეულ კალათბურთელს და მეორე წრიდან გაცილებით უკეთესი დონის კალათბურთის შემკურენი უნდა ვიყოთ, შეიძლება რამდენიმე ასევე ლეგიონერი დაემატოს, უცხოეთიდან ჩამოიყვანონ სხვადასხვა კლუბებმა, იმიტომ რომ ეკრებათ ამის საშუალება და რაც ვთქვით, რაც იყო ადრე, რომ მაყურებელთა დიდი რაოდენობა, ანშლაგებიც იყო და თამაშებზე ის გამეორდეს. 53-53 ამასობაში სხვაობა კვლავ სერიოზულია, 10 ქულა. ამ ხორცნის შემდეგ უკვე 13 ქულა, 56-53 და სხვადასხვა ეს ლოლიშვილის მეორე სროლა იყო, ხო ზუსტი სამკულია. 6 ქულა ლოლიშვილის ეს სროლა 4-ჯერ. და ეხლა უნდა ჩააგდოს გუდუშაური სულ რამდენიმე წუთია რაც გამოჩნდა საერთოდ თამაში. ლონდარიძე ეს მისი საქმე არ არის, არა მაგათია დიდია. როგორ არ არის მისი საქმე? მე უბრალოდ შემეშალა ლონდარიძეში, ისე როგორ უნდა შემეშალოს ლონდარიძეს. ისეთი რაოდენობის წვერი აქვს, რომ
რომ მართლა არ უნდა შემშლო და ამასობაში გაცვალეს სამკულიანები ჩიკვილაძე და დიდია. ორივე დიდოსტატი ამ საქმის და სხვაობა კვლავ 13 გოლა. გამყრელიძეს აქ ხა ბურთი უდუშაურს მისცა, მაგრამ სამწუხაროდ არ ჩააგდო. ჩიკვილაძეს გამოსდის სამკულიანების სროლა და ასე ვთქვათ დაჯერებული არის თავის თავში და ხშირად ახორციელებს ესე მოულოდნელად და წარმატებულად ამ ტყორცნებს. ოჩახ შარაბიძე კარგი მოძრაობა ლონდარეძე გამოიყვანა უკვე დიდი სხვაობა არის და გაუჭირდება დინამოს რა თქმა უნდა ამ თამაშში გარდატეხის შეტანა და იმედია რომ მეოთხე პერიოდი უკვე დინამო უფრო ძლიერ დაცვას შემოგთავაზებს და უფრო შედეგიანი ტყორცნები ექნება თავდასხმაში. რა თქმა უნდა ძლიერი დაცვა საჭიროა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში როცა სხვაობა 15 გოლა უკვე შორიდან ტყორცნებს აქვს უფრო მეტი მნიშვნელობა. სამკულიან ტყორცნებს 61-46 ასეთი ანგარიში იგებს შსს აკადემია. აქ ბურდული ემზადება ბიბილური ემზადება შემოსასვლელად. ბიბილური 54 ნომერი ალბათ ჩარაბიძეს დაასვენებს, თუმცა ჩვენ გქონდა ისეთი მომენტიც, როდესაც ორივე იდგა მოედანზე, შეიძლება ლოლიშვილის მაგერად შეიყვანოს. ნახოთ. დინამო ასევე ახორციელებს შეცვლას ეს 40-ზე და მათიაშვილის შემოყვანა უნდა, რა თქმა უნდა. ეთყობა დაინახა რომ ბიბილური შემოყავს კოტეტუღუშ და გუგუშტანიას თავისი მონახაზია და წინასწარ იცის რომელი მოთამაშესთან ესე ვთქვათ დაუყენოს ათამაშს. მოკლედ სხვაობა უკვე 17 გოლა. ზოგი სხვაობა არ ყოფილა. 17 გოლა. დუღუშის გუნდი დღეს გაცილებით უფრო ისეთი მობილურიც არის, შორიდან ტყორცნებისად გამოირჩევა, კომბინაციური თამაშიც ჰქონდა, შესანიშნავი შედეგიანი გადაცემები, გავიხსენოთ ცინცაძის ორი ისეთი გადაცემა, ეს ლოლიშვილი იყო, რომელმაც ესრულა და ჩააგდო, ეს კი ღუდუშაური, რომელიც სამწუხაროდ რა თქმა უნდა სულ რამდენიმე წუთია და ბევრს ვერ მოვიტყოთ, მაგრამ მაგრამ ფაქტია რომ ჩიკვილაძეს და ლოლიშვილს ორი სამკულიანი ტყორცნა აქვს, ან 6-6 ქულა აქვს და ორივე სამკულიანი აქვს ჩაგდებული. წივწივაძეს 12 ქულა აქვს, შარაბიძეს 15 და უпроსტად წივწივაძეს 17, ცინცაძეს 12 და შარაბიძეს 15 და აი ეს ტანდემი ეს ხუთეული საუკეთესოა წივწივაძე, ჯერჯერობით 17 ქულით ორივე გუნდში. წივწივაძე, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ პირველ ტაიმში, რომ ის არის საუკეთესო სამკულიანების პროცენტი პროცენტურად 50%-ია წივწივაძეს და წივწივაძეზე როცა ვსაუბრობ, მე არ შემიძლია არ გავიხსენო მისი სპორტული ოჯახი, არ გავიხსენო მისი ბაბუა, ქუთაისის ტორპედოს თავარი მცდელი კაპიტანი, მოთამაშე, ამ გუნდის გადამრჩენი ძალიან ძნელ პერიოდში, ძნელბედომის ჟამს, შემდეგ კახა, მამამისი ჩვენი ბეკასიის, ასევე კალათბურთელის და ფეხბურთელის და ძალიან ხშირად და შვილი კალათბურთელი ფეხბურთს თამაშობს გენიალურად. სხვათა შორის ბეკა მე რამდენიმეჯერ უყურე და შეიძლება ნაკრებში წავიყვანო. ორივე ნაკრებში იყოს, ჩვენ გვახსოვს ასეთი სპორტსმენები პოსტსაბჭოურ სივრცეში. შენ მაშინ არ იყავი. საინტერესო არის. აქ საკმაოდ კარგად თამაშა ლაშა გამყრელიძემ და სხვაობა. ორი ქულით შეამცირა 58-63-ია უკანასკნელი წუთი, უკანასკნელი წამები მესამე პერიოდისა ლეჟავა ჯერჯერობით ლეჟავას ტყორცნებს ვერ ხედავთ. ლეჟავას ნომერის გასწვრივ გვარის გასწვრივ 7 ქულა, არადა ჩვენ მიჩვეული ვართ რომ ლეჟავა ყოველთვის მინიმუმ 10 ქულას მაინც აკეთებს ხოლმე თამაში და სამ ქულიანს მაინც ჩააგდებს ხოლმე. დღეს აშკარად აკადემიას ანუ დაცვაში ესე რომ ვთქვათ გამოსდის ის თამაში რომ აი ეს ორი ლიდერი გამყრელიძე და ლეჟავა შეუმცირონ ეს ქულების მოპოვება და კარგად მუშაობს რა თქმა უნდა შსს ესე მოთამაშეები დაცვაში და იმედია რომ დინამო მაინც ამ ყველაფერს შეცვლის და ძალიან გაუჭირდება სურვილი გვაქვს მე და შენ როგორც ნეიტრალურ გულშემატკივრებს ვისაც გვინდა რომ მაყურებელი ყავდეს ბოლომდის ტელემაყურებელი მხედველობაში ოჩახ
ოჩახ მათიაშვილი მოხსნა ბურთი და რა თქმა უნდა ახლოს იყო სამხულიანთან. დაგაგებით რომ ჯერ ჯარიმაც და მერე ბურთით ჩაეგდო. ასეთი რამე მას არაერთხელ გქონია, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ვერ გამოუვიდა. აი ნახოთ მათიაშვილის გასწვრივ არის 12 ქულა, ხო? 12 ქულა და 3 პერსონალური შენიშვნა. და თუ არ ვწდები, მათიაშვილი იქნება ის კალათბურთელი, რომელიც აუცილებლად დუბლს შეასრულებს. პირველი ტაიმის შემდეგ რიჩარდ მათიაშვილს ჰქონდა 9 მოხსნა და 12 ქულა. ქულებში შერჩა ეს სტატისტიკა, ხოლო რაც შეეხება მოხსნებს, აი თუნდაც ეს ერთი მოხსნაც რომ დაუმატოთ და სხვებზე არაფერი არ ვთქვათ, ესეც საკმარისია. ირაკლი ხოშტარია, საკმაოდ გაწონასწორებული მწვრთნელი. გახსოვს, არა შენ არ გახსოვს გიორგი, პატარა ხარ, როცა ის იყო 12 წლის, უკვე ტენიდა ბურთს. გლის მუხლები ჰქონდა და მაოცებდა მე. ნუ რაც შეეხება კოტეტუღუს, ორივე საქართველოს ნაკრების წევრები არიან, ირაკლი ხოშტარია წოდა უფრო ადრე, შემდეგ კოტეტუღუში, ჩვენ ძალიან დიდხანს ვამბობდით ტუღუშის შესახებ, რომ ის არის დებიუტანტი და ახალბედა, თუმცა რაღა ახალბედა უკვე კარგი ხანია საქართველოს ნაკრების თავარი მცველის ასისტენტია და როცა ნაკრებში თამაშობდა, მაშინაც ეხმარებოდა მწვრთნელს, როცა იყო მომქმედი კალათბურთელი და უკვე კლუბშიც ძალიან დიდი წარმატებები აქვს, ისევე როგორც ირაკლი ხოშტარიას და მე ხლა უყურებ როგორც ერთი ასევე მეორე გუნდის კლუბების ხელმძღვანელობას და მახსენდება მათი თამაშები, ისინი ერთად თამაშობდნენ. აგერ ხოშტარია, ორმოცაძე, ტურაშვილი, მეგობრები ერთმანეთის და ვითა დინამოს თამაში გაგახსენდება. ერთ პერიოდში იყვნენ ერთ-ერთ გუნდში, ასევე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში და ამასთან აქეთ ტუღუში გვერდზე ლაპანაშვილი, ასევეა ნიკოლაძე, რომელმაც სულ ახლახან დაამთავრეს აქტიურ სპორტს და აქ ხედავ ჩვენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმს თემურ ხვედელიძესაც, რომლის წვლილი საკმაოდ მნიშვნელოვანია დიდ კალათბურთში. ლონდარიძე, ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. აღმოჩენა 3 წლის წინ, მაგრამ დღეს ფაქტიურად არავის არ გამოსდის თამაში. ჩიკულაძეს მესამე ჩიკულაძე 18 ქულიანი სხვაობა, ასეთი რამე არ ყოფილა. 18 ქულა 9 წუთი ნახევარში. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ დავიწყებთ როგორც ვაჟა სიმონიშვილზე ვთქვი, არქეოლოგია მეტი და არქეოლოგიურ გათხრებს ჩვენ უფრო მეტსაც ვიპოვით, არა რომ ერთ პერიოდში 20 ქულიანი სხვაობა და უფრო მეტიანიც კი განმოხდიათ და შემდეგ მოუგიათ თამაში, მაგრამ მე არ მგონია რომ აი აქ თუ სასწაული არ მოხდა, რომ შეძლოს დინამო მდგომარეობის გამოსწორება. სასწაული იყო, აი აქ დაიწყებოდა ლოლიშვილი თუ ჩააგდებდა. მაგრამ აქ მოხდა პირიქით, ლოლიშვილმა ვერ ჩააგდო, არადა ეს მისი მეხუთე სამქულიანი კორსა იყო, აქედან ორი ზუსტი აღმოჩნდა. სამქულიანების დიდოსტატი გამოვიდა მოედნიდან ცივცივაძე და აღწიდია როგავა დაასვენებს მას. და ლეჟავას აქვს შანსი რომ ორი ქულით შეამციროს სხვაობა. აი ლონდარიძე მიანება თავი. ბიბილურის წინააღმდეგ თამაშს წამოვიდა, თვითონ დარწმუნებული იყო რომ ჩააგდებდა და ასე იყო პირველ ტაიმში როგავა ესროდა და საერთოდ ცერთი კალათბურთელი არიდგა საჯარიმოს გვერდით ხაზზე, რაც ცოტა უცნაური შემთხვევა ახონდა. 66-50 ჩიგვილაძე უნდა ესროლოს, აქედან მან უნდა ესროლოს. სამქულიანია გარა ჩაგდებული ჩიგვილაძეს. და ეს იყო მეოთხე შანსი. ტელემაყურებელს უთხრა, რომ სტატისტიკური დეტალური მონაცემები შეუძლიათ სუპერლიგის ვებგვერდზე ნახონ ყველა თამაშის, ყველა მთელი ამ რეგულარული ჩემპიონატის ის თამაშები, რომელიც ჩატარდა დღემდე და ასევე საქართველოს თასის თამაშები, დუდუ დადიანის მემორიალი და ის ისტორია, რომელიც 2007 წლიდან თამაშები ჩატარებულა და ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით შეუძლიათ რომ მთელი ეს კარიერაში თითოეულ მოთამაშეს რა კულების მონაგარი აქვს, რამდენი დაკარგვა აქვს, რამდენი შედეგიანი პასი აქვს, ყველაფერი შეუძლია ნახონ და საკმაოდ საინტერესო ვებგვერდი არის
და სრული ინფორმაცია არის მოთამაშეზე თავის კარიერის მანძილზე, რაც საქართველოს ჩემპიონატზე და ასაკობრივ ჩემპიონატებში მიუღია მონაწილეობა, იმიტომ რომ ასაკობრივ ჩემპიონატებიდან არიან ლოლიშვილი, 40-ზე, როგავა საკმაოდ ძლიერად თამაშობდნენ თავის ასაკში და დღეს უკვე ეროვნული ნაკრების კანდიდატები არიან, 20-წლამდელების წევრები არიან და რაც თავარია ეროვნულ ჩემპიონატს თამაშობენ. 66-52. მე ერთი კითხვა მაქვს. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ტრადიცია გქონდა ჩვენ, რომ ყველა თამაშის ვიდეო ჩანაწერს უყურებდით მატჩის შემდგომ, ხო, მივიდოდით სახში. დიახ, ეს ტრადიცია ცოტა ხნით გაჩერებულია. ძალიან საინტერესოა და მალე ეს ტრადიცია ისე რომ ვთქვათ, ისევ დაბრუნდება და უფრო გაუმჯობესებულად, იმიტომ რომ ჩვენ გვეგმავთ, რომ ყველა სუპერლიგის თამაში და ასევე ბავშვთა ასაკობრივი ლიგების თამაშები გადავცოთ უკვე ინტერნეტით ლაივ რეპორტაჟით და რა თქმა უნდა ვიდეო არქივიც იქნება ჩვენ ვებგვერდზე და სულ მალე ეს პროექტი განხორციელდება, საკმაოდ რთულია ტექნიკურად, მაგრამ ფედერაციამ საქმე იმის თანხები და ის ადამიანური რესურსი რომ ეს ყველაფერი გააკეთოს. გადაშორის სხვა ქვეყნებს შორის, იმიტომ რომ მე ყველა ქვეყნის ჩემპიონატს ვადევნებ თვალყურს და ნუ ყველა თუ არა უმრავლესი ქვეყნების და არსად არ მქონია შემთხვევა რომ აი თამაშის შემდეგ ყველა მატჩის ვიდეო ჩანაწერი ვენახა ეს კონდა ჩვენ და თუ ეს დაგვიბრუნდება ძალიან სასიამოვნოა ჩემ არა მარტო ჩემთვის არამედ ალადურთის ყველა მოყვარულისათვის და რა თქმა უნდა იგივე ლაივ სტატისტიკური მონაცემები აქ შევხედოთ ტაბლოს თუ შესაძლებლობა აიღო აკადემიამ შესაძლოა აკადემიამ 44-66-ია 12 გოლა. მაშინ როდესაც 18 გოლა იყო ჩვენ თქვით რომ ამას მხოლოდ სასწაული თუ უშველის, მაშინ ესრულა ლოლიშვილმა და ნუ ბურთი არ ჩავარდა და თქვით რომ აი თუ ეს არ ჩავარდება და იქიდან ჩავარდება ყველა ბურთები, რა თქმა უნდა შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი, მაგრამ აი ახლა 12 გოლა დარჩენილ 7 წუთში ეს უკვე სასწაული არ იქნება. არა, საკმაოდ რეალური არის. აღმოფრა და მე თუნდაც ინგასვე ეს სასწაული არ იქნება, თუმცა ამას რა თქმა უნდა ჭირდება თითოეული მომენტის გამოყენება. ეს კარგად იცის დუღუშმა, რომელმაც ახლა ბიბილურს მიუჩინა ადგილი სადარიგოთა სკამზე, ბიბილური არის კალათბურთელი, რომელიც ჩარშან გამოდიოდა დინამოს შემადგენლობაში და ლონდარიძე ასევე, რომელიც ჩარშან გამოდიოდა შესულზის შემადგენლობაში. ეს ორი მზვერავი ყავდა, რომლებიც ჩარშან განდელ მატჩში მოწინააღმდეგის გუნდში თამაშობდა. სივცივაძე ძალიან კარგი მოძრაობა, სრულად სული გვარიყო, ესეთი გაშლილი ხელით, მაგრამ ბურთი არ ჩავარდა. აი ახლა ვნახოთ, ეს შეტევა დასრულდება თუ არა ზუსტით ხორცით. ძალიან კარგი პასი და ლონდარიძემ ამ შემთხვევაში მეტოქეს აჯობა. აჯობა აქ ურაშვილს ხედავთ, მამუკა ურაშვილს, ჩვენ უკვე გავამახვილოთ ყურადღება მოშტარიას ასისტენტებზე 40-ზე ტიპის ერთაობის წარმომადგენლები მეგობრები არიან და ლონდარიძე ჩვენ მიჩეული ვართ ჩემპიონატის დასასრულს რომ გუნდის წევრები არ იპარსამენ ხოლმე წვერს. მე ვერ გითხებით რაშია საქმე და სანამ ჩემპიონები არ გავხდებით არ ავიპარსამენ. არ ვიცი ახლა. ესე იგი ლონდარიძეს მოუწევს მაისამდე ლონდარიძის ეს გადაწყვეტილება დასეფუძნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ასეთი ფაქტის მოსმენი ვიყავით. როგავა, შინებული ჩანაფიქრი, მაგრამ ვერ განხორციელდა. სხვაობა 10 ქულა და რა თქმა უნდა აი ეს 18 ქულიანი სხვაობის შემდეგ ორწუთიანი მონაკვეთი მოიგო დინამომ და მთლიანად დასთმო შსს აკადემიამ. აი კიდევ ერთი შეტევა არ ჩქარობს დინამო მიუხედავად იმისა რომ თითქოს საჩქაროა მე მგონი დრო არის და ძალიან უცნაურად უგეგმო ტემპის მომატება ეს დიდიას მიერ მე არ მგონია რომ გამართლებული იყოს დიდია ძალიან გამოსტილი კალათბურთელია და ეს შეცდომა როცა იქ წინ შარაბიძეა უფრო მეტად რა თქმა უნდა დამთავრდებოდა უშედეგოდ შარაბიძე ესვრის ჩააგდო და ერთი შეცდომა რომელსაც შეიძლება 8 ქულამდე დაიყვანა ანგარიშის სხვაობა და უკვე ისევ 12 ქულა გამყრელიძე შორიდან სროლები მაგრამ ვინ
ლონდარიძე არა, თვითონ გამყრელიძეს აი ლეჟავა, რომელსაც ორი კაცი ეთამაშება, ორი არა. როგავა და იქვე მზად იყო ცინცივაძე. მაგრამ ვინ უნდა ესროლოს შორიდან? პასი, კარგი პასი, ორი გოლა. 58-68. მათიაშვილმა უკვე მე მგონი გაამდიდრა თავისი ნადავლი და აიყვანა. მათიაშვილი დინამოს შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანია 16 გოლა. ცინცივაძე ლონდარიძე. სწორი გადაწყვეტილება. ეს ცინცაძის გადაგდებული ბურთი ბოლოწამე იყო. 10 გოლა, ლეჟავა. კარგად შევიდა, ლეჟავა ჩააგდო. 60-68. აი ხა მართლა საინტერესო გახდა. რვაკულიანი სხვაობა, 5 წუთზე ნაკლები, 4 წუთი ნახევარი, ცოტა მეტრი. რვაკულიანი სხვაობა ეს არ არის გადამწყვეტი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. დინამოს 3-3 წინააღმდეგ. აი ამ ბურთს აქვს დიდი მნიშვნელობა. დინამო დიდიას არ წაუვიდა თამაში, მაგრამ გამყრელიძე მითამაში ვარ და სამქულიანი ისროლა. არც ეხლა დიდია თავის თავზე გაბრაზდა. არ წაუვიდა ახლოდან, არ წაუვიდა შორიდან. და ცინცაძე, აბა ნახოთ ცინცაძის ნადავლი არის 12. აი ცარიელი შარაბიძე დატოვეს. ასეთი შეცდომა სხვა შორის მეტოქეებმა დღეს ცინცაძე არაპატიებდა და დაინახა და ორი დაუშვა. საკმაოდ კაი პასი განახორციელა. აი ესე უმეთვალყუროთ მიატოვეს. კი არ მიატოვეს, მიატოვებინეს. დაათამაშეს კომბინაცია და ბლოკის შედეგად დატოვეს ცარიელი. ეს არის სწორედ კომბინაციის შედეგი, რომელიც სრულდება მერე ახლოდან ორგულიანი ტორსი. მათიაშვილი სამქულიანი და ჩააგდო. ჩვენ პირველ ტაიმში ვაჟასთან ერთად, სიმონიშვილთან ერთად ვისაუბრეთ ამ რიჩარდ მათიაშვილის სამქულიან ტორსებზე. და ასევე შარაბიძე, ესეც სამიანი მეგონა, მაგრამ ორი ყოფილა. 63-72. სპონსორები არ დაგვავიწყდეს. გენერალური სპონსორი აზარტული თამაშების კომპანია ევროპაბეტი, სუპერლიგის გენერალური პარტნიორი ბრიტანული კომპანია Vita Biotics, სუპერლიგის ტექნიკური სპონსორი ტექნიკის სახლი OK, სუპერლიგის სპონსორი აუტორი კონცერტი სოდრისა და ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი ჯომას ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სპორტული სააგენტო SBM. მოკლედ ინგლისურ გამოთქმებს მიმაჩვიეს. 63-72. 9 გოლა სხვაობა, 2 წუთი და 44 წამი. შარაბიძე კარგი ბლოკი დააყენა. ვახანია მოედანზე. ცინცივაძე დრომიდის. უნდა იჩქაროს დინამო. სამწუხაროდ ეს იყო მოდაშენ ერთად არა რომ ეს იყო ელემენტარული ტექნიკური წუნი კლიანად გუნდისა რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს კიდეც ხო 63-72 2 წუთი და 10 წამი ძირითადი დროის დამთავრებამდე ჯერ 900-ზე მაგრამ თუ ეხლა აი ამ შეტევის შემდეგ ჩააგდეს ბურთი არა ვერ ჩააგდეს 9 გოლა სხვაობა 2 წუთში 9 გოლა შეიძლება აღმოფხრა ეს სხვაობა თუმცა იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა შესაძლოა დადგება და მხოლოდ სტატისტიკის როლში იქნება და ამის გაკეთებას არ აპირებს ტუღუში და მისი გუნდის წევრები საოცრება რიჩარდ მათიაშვილი რიჩარდს 22 გოლა აქვს ხოლო შარაბიძეს 21 საერთოდ გადაუსწროს უღელს ორი ლიდერი ორი არადა ორი სამქულიანი რომელიც 5 ნომრად თამაშობს და ორი სამქულიანი ჩააგდო ზედიზედ რიჩარდ მათიაშვილმა რაც ვერ გაბედა და ვერ გააკეთა უკანა ხაზის მოთამაშე ვისაც ეს ევალება ცინცივაძე და თამაშს გადაახლებენ დინამოელები 6 გოლა არის დრო ჯერ ბალონჯამლად არა დროც არის და უკვე მე მგონი მოხდა ის რაც ჩვენ ვისურვებთ რა თქმა უნდა ჩვენ
არ ვართ ახლა იმიტომ ამის სურველი რომ ვართ შესაძლოა წინააღმდეგი ან ტუღუში წინააღმდეგი ან ხოშტარიას დიდი მომხრე ჩვენ ვართ მომხრე იმ თამაშისა რომელიც ინტრიგას შემოინახავს ბოლო წამებისათვის მე ტელემაყურებლებს ვემსახურები და არ მინდა რომ ვადამდე გადართოს სხვა არხზე როცა მატჩის ბედი იქნება ვადამდე გადაწყვეტილი და ახლა მოხდა ზუსტად ისე როგორც ჩვენ ვსურდა თუმცა აი ახლა ბოლო ამ წუთსა და 15 წამში ვნახოთ რა მოხდება სამქულიანი შეძლებს უნდა მეთქვა დინამო უკვე სასაულის მოხდენას რადგან 18 გულას იგებდა მეოთხე პერიოდში შესაძლოა აკადემია მაგრამ აი ამას სჭირდებოდა ამ სამქულიანის ჩაგდება 72-66 შვენიერი პასი და არ ჩავარდა მაგრამ დრო ნაკლებია უკვე დიდია და ჯარიმა ეს ერთიანი ჯარიმა გვერდიდან შემოიტანენ ლუს თამაში ეს ტაქტიკური ჯარიმა იყო რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ეს სასტვენი არის სწორედ შესაძლოა აკადემიის სასარგებლო 44 წამია და 6 გულა საჭიროა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩაგდება საკმაოდ რთული ჩაგდება და არა მარტო ყორცნა და ზამარცა უვიდა წინცაძე და ჯარიმა გამყრელიძე პირველი გალათბურთელი რომელიც ვადამდე გამოეთხოვა ამ თამაშს რა თქმა უნდა დღეს ლაშა გამყრელიძე ვერ დაიტრება ხელს თავის მონაგარით იმიტომ რომ გამყრელიძე ყოველთვის გამოირჩევა ყოველთვის შედეგიანია სამქულიანებსაც აგდებს პასების რაოდენობითაც ერთ-ერთი საუკეთესოა მაგრამ დღეს არ ამგონია რომ ლაშა იყოს მაყოფილი თავის თამაშით და ეხლა სწორედ მას საქართველოს ნაკრების ევროპის კანდიდატს გვიჩვენებენ და მე მგონი მაყოფილი დღევანდელი თამაშით არც ერთი დინამოელი არ არის მიუხედავად იმისა რომ ბოლო წუთებში მაინც მივიღეთ რა შედარებით თანაბარი ბრძოლის ფაქტები და სხვადასხვა მომენტები ეს ლონდარიზის ჩაგდებული ბურთი კარგი მოძრაობის შედეგად ერთადერთი რაც შეიძლება და გეეკეთებინა ის გააკეთა და ურაშვილი მამუკა სწორედ ამიტომ უკრავს ტაშს ლონდარიზეს ეს შარაბიძე მის დატოება არათუ ამ მანძილზე არამედ პერიმეტრზეც არ შეიძლება ჩვენ გვახსოვს მისი სამქულიანები გვახსოვს მათიაშვილის სამქულიანები ახლა უკვე გამყრელიძე ჩინებული პასი და აი ჩინებული პასი შედეგად ჩაგდებული მოკლედ ლევა ლეგვეიშვილი ჩვენი რეჟისორი რომელიც ჩვენგან მადლობას იმსახურებს არა მარტო ჩვენგან ტელემაყურებლებისაგან რა თქმა უნდა იმ ტექნიკის გამოყენებით რაც გააჩნია საზოგადოებრივ მაუწყებელს ვაჩვენებს ყველაფერს რაც დასამახსოვრებელია და რაც რა თქმა უნდა მიმანიშნებელია იმისკენ რომ ორივე გუნდი საკმაოდ შედარებით სხვა გუნდებთან საკმაოდ ძლიერად გამოიყურებიან თუმცა შედარებით ვამბობ ამ მატჩის შემდეგ ამ მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გუნდს ექნება თითო წაგება და იქნებიან სატურნირო ცხრილში ლიდერთა შორის მათ მოყვება ასევე ერთი წაგებით რუსთავი საკმაოდ საინტერესო კოლექტივი ისე რომ სამ გუნდს ექნება თითო წაგება დინამოს რუსთავს აკადემიას თუმცა რუსთავს ერთ თამაში შემდეგ მოდიანი უკვე ბათუმი რომელსაც ორი მოგება აქვს 4 წაგება ქუთაისი 3 მოგებით 2 წაგებით სოხუმი 1 მოგება 5 წაგება მგზავრები არმია 1 მოგება 4 წაგება და ბოლოში ოლიმპი 1 მოგება და 4 წაგება ეს 4 წლად მიმდინარეობს თამაშები და ჯერჯერობით გაადრევია რა საუბარი იმაზე თუ რომელი გუნდი შეიძლება გავარდეს უმაღლესი ლიგიდან მოდი ამაზეც ვთქვათ 66-72 ანგარიში თამაში მოგებულია და დებულება იმის შესახებ რომ ამ ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ რა ხდება რამდენი გუნდი შემოდის და რამდენი გავარდება სუპერლიგიდან პირველი ლიგა შეიქმნება და უკვე პირველი ლიგიდან შეუძლიათ გუნდებს ბოლო ორ ადგილზე გასულ სუპერლიგის ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდს ერთმანეთში შეხვდებიან და უკვე გადათამაშებაში გადაწყდება თუ ვინ გააგრძელებს შემდეგ სეზონში სუპერ. პირველ ორ ადგილზე გავა ამოთ გუნდში წრიული სისტემით ჩატარებული შეხვედრების შემდეგ აი ის მოიპოვეს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლებას. ამრიგად დავასრულოთ ჩვენი რეპორტაჟი, რომელიც მე მგონი საინტერესო აღმოჩნდა მაინც მიუხედავად იმისა, რომ იყო 18 გულიანი სხვაობა, 72-66, 6 გული გაიმარჯვა შესაძლოა აკადემია მიულოცოთ და გუგულს
რომელმაც შეძლო გათანაბრებოდა დაგროვილი ქულების მიერ დინამოს 1-0 ლიდერს. ჩვენი გადაცემის რეჟისორი ლევან ლეკვეიშვილი გესაუბრებოდა პირველ ტაიმში ჩემთან ერთად ვაჟა სვიმონიშვილი, ერთ-ერთი ექსპერტი და მეორე ტაიმში ისიც ექსპერტი, სუპერლიგის დირექტორი გიორგი ზამბახიძე. დიდი მადლობა.